რას დავდივით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ვაშა გადაცემა თქვენთან არის თენგის გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ნებისმიერ პლატფორმაზე. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. გონი პირველად 2 კვირის წინ გამოთხარეს კოცებმა იდეა ემიგრანტებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის შესახებ. მოვიხედე და აგერ უკვე კანონად მიუღიათ. 3 მოსმენით. საჯარო განხილვით, ერთგულ პროპაგანდისტთა და მომხრეთთა მობილიზებით, რომლებიც ყველა ეთერში ვენებს იგლეჯდნენ, თუ ვინმეს ხმის მიცემა უნდა, ბილეთი სულ ცოტა ერთი თვით ადრე უნდა იყიდოს, ჩამოვიდეს, უბანში დომინო დააჭახუნოს, ნარდი გააგოროს, ბიჭები ლუცა და არაღზე დაპატიჟოს, თბილისის სმოგი ჩაისუნთქოს და მხოლოდ ამის შემდეგ ექნება უფლება, რომ ხმა მისცეს საქართველოს არჩევნებში. დიდხანს ვიფიქრე, რა რეაქცია უნდა მქონოდა. ემიგრანტების სოციალურ ჯგუფებსა და ჩატებში გამოკითხვა მოვაწყე. ყველა კონტინენტზე მივაწვდინე ხმა ჩვენებურებს, ყველა განეძე ვიპოვნე ქართველები, ყველა გრძედზე, ყველა სარტყელში ვუდეპეშე, ყველა საზრი მოვისმინე. შევკრიბე, დავაჯამე, დაუწურე და ახლა ერთად მოგახსენებთ, რას დამაბარეს ემიგრანტებმა თქვენთან, პროჭორვილერებო. უფრო ზუსტად, წაგიკითხავთ წერილს, რომელიც შეადგინეს. ხელი მოაწერეს და ნოტარიულად მომანჭეს უფლებამოსილება ეთერში გაგაცნოთ მისი ტექსტი. ხო და აი ეს უსტარი. ქართველი ემიგრანტების საერთო წერილი საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას. საქართველოს პრეზიდენტად წოდებულ მიხეილ ყს, საქართველოს პრემიერ-მინისტრად წოდებულ ირაკლი კს და საქართველოს პარლამენტის სპიკერად წოდებულ შალვა პს. საქართველოს პარლამენტად წოდებულ შაპიტოს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიად წოდებულ შაპიტოს და სხვა პასუხისმგებელ ამხანაგებს. წადი თქვენი დედაც პატივისცემით ქართველი ემიგრანტები. და ხელმოწერები. სულ ეს იყო რაც მქონდა თქვენთვის სათქმელი და რაც ემიგრანტებს ჰქონდათ. შვედეთმა მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. ინიციატივა სამეფო კაროლინსკა ინსტიტუტის უფროს პროფესორს ივონე ფორსელისგან მოდის. დიდებული მარკეტინგი გამოუვიდა ძალიან. ამიერიდან შვედეთის ტურიზმის სააგენტოს ვებგვერდიდან შეგიძლიათ უბრალოდ ჩამოწეროთ საგანგებო რეცეპტი. მოძებნოთ, ეხება თუ არა მკურნალობა თქვენს დაავადებას. მე რეიპონოთ რაშველის. გაადოთ თავი და წახვიდეთ ამ ულამაზეს ქვეყანაში სამკურნალოდ. დაავადებათა სიაშია სტრესი, დაღლილობა, შფოთვა ან რაიმე მსგავსი აშლილობა. ესენი თუ გჭირთ პროფესორ ფორსელს აქვს თქვენთვის მეთოდიკა. შვედეთში შეგიძლიათ იმკურნალოთ მარტივად. ველოსიპედით სიარულით ან ჰაიკინგით, სოკოსა და კენკრის შეგროვებით, ზღვაში ტბებსა და მდინარეებში ბანაობით, აფროსნობით, ნიჩბიანი ნავით სურვით, სიცივეში ძილით, მუზეუმებით, კონცერტებით, პოლარული ციალის ყურებითა და რა თქმა უნდა ყველაზე ტრადიციული საუნითა და ფიიკუთი. ყავისმის დროს მოსვენებით და მოკლე საუბრით. ასე იმკურნალებ აიწყობ ცხოვრებას და აიბრუნებს სასიცოცხლო ბალანსს, შვიდ ძილსა და ღიმილს სახეზე. მეც მომიდა ეგ. ჩამოვტვირთე რეცეპტი, შევავსე და აი მან დამეძრა. შვედეთში დასასვენებელი ფულისად უნდა ვიშოვო, მაგაზე ფიქრით ახლა უარესი სტრესი ავიკიდე. წავალ ისევ აბასთუმანში წავეთრები. იმ კაც მივეკედლები იქნებ მიმიღოს და უშველოს ჩემს დარც. ისიც ხომ მენცარია და ბუნების ენის დიდი მცოდნე. ხომ გახსოვთ? ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახედვა. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ეს თქვა ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება. ოპა, შეგენაცვალე. თარგმანი ქოცურიდან. გაზის საფასური გადაიხედება, ანუ ცოტა გაძვირდება. დენიკი მართლა მოიმატებს, საგრძნობლად. 29 დეკემბერს ხალხი რომ გაქაფული ირბენს ბაზრის დახლებს შორის ეგებ ცოტა იაფად ინდაური თუ არა დედალი მაინც იყიდოს, ნარბანია შეკრებს თავის ხალხს, რაღაცას დაადგენს, ბეჭედს დაასვამს და წავა სახლში უკვე გაწყობილ პურმარილზე. იმას რა ენაღვლება, ხილფას თვეში 18330 ლარი აქვს. წელიწადში პრაქტიკულად 220,000. თქვენი კითხეთ თორემ. ოღონდ ჯერ ისი კითხეთ, რატომ გიძვირდება დენი? აი რატომ? იმიტომ რომ 2 წლის წინ ზუსტად 2023 წლის 28 დეკემბერს იმავე კომისიამ, იმავე ნარმანიას ხელმძღვანელობით დაადგინა. სიტყვა სიტყვით. ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით შემცირდა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი სემეკმა დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის. 2 წლის წინ ეს იყო ყველაზე ხმაურიანი საახალწლო მილოცვა. ამით იწყებოდა გამოცემა კომერსანტი, ბიზნეს მედია, ბანკები და ფინანსები და ბოლოს და ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
თქვენი საზოგადოებრივი მაუწყებელი, 100 კო, თიკო, გვიმრაძე და ვიღაცეები. და ეგენი ხომ არ მოიტყუებდნენ, შანსი არ არის. ამიტომ ვკითხულობ, 2 წლის წინ თუ 15 თეთრიანი ტარიფი 3 წლით დაადგინეთ. ახლა რატომ გვაყაჩაღებთ და გვიმატებთ გადასახადს? ეს 1 წელი ვის მოუტეხეთ? 2026 წელს რატომ არ რჩება მოქმედი ტარიფი? ვის და რატომ ემუქრებით საერთოდ უკუნით? ხალხი ვერ გადაიხდის ელექტროენერგიის ტარიფს და ახალ წელს შეხვდება სიბნელეში და გითხარით რატო ზრდის? ყველაფერი კარგი არის გაზრდა. სიბნელე და უკუნი იყო ადრე. არ ძარქვას უჭერს რამე, მაგის ხელფასი 12000 ლარამდეა თვეში. ისევ თქვენი კითხეთ. თქვენი კითხეთ, რომ თქვენი გადასახდელი იქნება ყველა კომპენსაცია, რომელთა ანაზღაურებაც საქართველოს მთავრობას ამ წელს დაევალა. ინტერრაოს, ანუ რუსეთს, საქართველოს უნდა გადაუხადოს 94 მილიონი დოლარი. ესე იგი, 250 მილიონ ლარზე მეტი. ეს დავა დასრულდა ყველა შესაძლო ინსტანციაში და პატარძლის არ იყოს არ აგვწდება. ჯერ კიდევ ხავსაა მოჭიდებული დავა თურქულ ენკასთან, რომელიც საქართველოსგან ნამახვანის პროექტის გაჩერების გამო 400 მილიონამდე დოლარს იტყვის, ანუ მილიარდ ლარს. ეს პროექტები პროჭორვილური ხელისუფლების კისერზეა. მათი დადებაცა და შემდეგ დარღვევაც, გაუქმებაც. გაიხსენეთ, ვინ იყო ენერგეტიკის მინისტრი, ვინ იყო პრემიერი, ვინ შეცვალა, ვის ჰქონდა ხინჯიანიან კორუფციული კონტრაქტების დადების შესაძლებლობა და ამაზე იფიქრეთ. იფიქრეთ იმაზე, რომ ამ ყველაფერს უკვე წაგებულსა და გადასახდელს ემატება საერთაშორისო საადვოკატო კომპანიების ძალიან ძვირი მომსახურება, რომელთაც მთავრობის გასაჩივრებული საქმეები ვერსად ვერ მოიგეს, მაგრამ გადასახადი კი დიდ შეგვაწერეს. ეგეც 10 მილიონი დოლარი. საქართველოს გადასახდელი. აი, მაგ ფულს ამოგიღებთ დენისა და გაზის გაძვირებით თქვენი საყვარელი ხელისუფლება. ჯიბიდან თუ არ მოინდომებთ, რამე ადგილს მოგიძებდით, საიდანაც ამოგაზრობთ. აბა, მეტი საქმე არ აქვს, ახლა თვითონ მოიკლოს ხელფასი და იმით გაისტუმროს. მოიკლოს კი არა პრეზიდენტად წოდებულის, პრემიერად წოდებულისა და სპიკერად წოდებულის ხელფასი 1400 ლარით იზრდება და 1 იანვრიდან თვეში მიხეილ ყ, ირაკლი კ და შალვა პ 16000 ლარს მიიღებენ. არა, უმადურები ნუ იქნებით. პენსიებიც იზრდება ოღონდ 20 ლარით. იმ 20 ლარით, რომელიც გაძვირებული გაზისა და დენის დაფარვასაც არ ეყოფა. თქვენთვის. ეს იყო ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის პოდკასტი. აუცილებლად მოიწონეთ და აუცილებლად გამოიწერეთ ყველა პლატფორმაზე: YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню ваши გადაცემა და